მოგესალმებათ ანატუნა! დღევანდელი ვიდეოს თემა ცოტნე დადიანი. საქართველო უმეფოდ არის. ხალხის დიდი ნაწილი მონღოლების სამსახურშია, რაც მოონგოდებათ იმას აკეთებენ, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. ქვეყანა თითქმის დაცარიელებულია. ამ მდგომარეობამ გამოაფრთხილა ქართველი დიდებულები, შეიკრიბნენ და დაადგინეს ანჯაყება. რაჭის ერისთავი და ცოტნე დადიანი უფრო ადრე წავიდნენ. დანარჩენებს ერთი გზა ჰქონდათ. ჯერ ისევ კოსტავას იყვნენ, როცა მონღოლები დაესხნენ, ეტყობა ვინმემ დააბეზღა ისინი. დაკითხვისას ყველამ ერთი რამს თქვა: არა განდგომათ შევკრიბით, არამედ რადგან განვაგოთ საქმე თქვენი და ხარკი განგიჩინოთ. ქართველი დიდებულები არ ტყედებოდნენ, თუმცა იმის დაჯერება, რასაც ისინი ამბობდნენ, ძალიან ძნელი იყო. ამის შემდეგ მონღოლებმა ქართველები გააწვლიეს, თოკით შეკვდეს, თაფლი წაუსვეს და სიცხეში გარეთ დასვეს. როცა დათქმული დრო მოახლოვდა, ცოტნე დანიშნულ ადგილას მივიდა, სადაც უთხრეს თუ რაც შეეტყოთ მის მეგობრებს. ლაშქარი უკან გაუშვა, თვითონ კი ორი კაცის ამალა წავიდა მონღოლებთან. როცა დანიშნულების ადგილში მივიდა, მანაც გაიხადა, თაფლი წაისვა და მონღოლებს თავი შეაკვრევინა. მონღოლები ამას არ ელოდნენ და ამიტომაც ეს ამბავი ეგრეთვე მათ მთავარ ნოინს შეატყობინეს. ნოინი მივიდა ცოტნესთან და დაკითხვა დაუწყო. ცოტნებაც იგივე უპასუხა, რაც სხვა თითებულებმა უთხრეს ნოინს. ამაზე ვჭობდით, ხარკი როგორ აგვეკრიფა თქვენთვის. თუ ამისთვის სჯით ხალხს, მეც ეს დანაშაული მიმიწვის და მეც დამსაჯეთო. მათ ცოტნესთვის უთქვამთ: ჰანგომილება ვგონეთ თქვენ ქართველთა დააწვინათგან ყავსათ ნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენ და მანდობილ ვართ. საკუთარი თავის გაწირვით ქართველმა ვაჟკაცმა სხვების სიცოცხლე იხსნა და არა მარტო შეთქმული დიდებულების, თუკი შეთქმულების ამბავს ირწმუნებდნენ მონღოლები. თქმა არ უნდა, ეს მთელი ხალხის ახალ რბევასა და ჟლეტას გამოიწვევდა. ასე ჩაიწერა ხალხის ისტორიაში კიდევ ერთი ფურცელი ქართველი კაცის გმირობის, საცნოების და მაღალი ზნეობისა.